მოგესალმებით და ვიწყებთ საუბარს, რომელიც შეიძლება ითქვას არა, ჩემთვის ნამდვილად უპრეცედენტო ფორმატია. დღეს ვუმასპინძლებთ 4 დიპლომატს, 4 ქართულ დიპლომატს ერთდროულად. ზოგადად იშვიათი არის არც ხშირი ელჩებს როცა ვუმასპინძლებთ, განსაკუთრებით 4 ქართულ დიპლომატს ერთდროულად. რომლებიც დღეს ითვლებიან ყოფილ ელჩებად და მათ რაც აერთიანებთ, წარმოგიდგენთ ახლა ცოტა ხანში ყველა მათგანს, მათ რაც აერთიანებთ არის ის, რომ გადაწყვეტილება ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ მათ მიიღეს ირაკლი ყობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. ჩვენი სტუმრები დღეს სტუდიაში არიან ბატონი ოთარ ბერძენიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი ბულგარეთში, მოგესალმებით, ოთარ. ქალბატონი სალომე შაფაქიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში. ბატონი დავით სოლომონია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, მოგესალმებით. და ჩვენ პრაღის სტუდიიდან გვერდება ქალბატონი თეა მაისურაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში. მოგესალმებით ქალბატონო თეა და დიდი მადლობა ყველას. მოგესალმებით. მოგზანებისთვის. ვიცი ისიც რომ თქვენთვის ყველასთვის ეს არის პირველი საჯარო გამოჩენა, ასე ვთქვათ, მედიით თქვენი და დარწმუნებული ვარ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული თქვენგანისთვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. და აქედან დავიწყოთ, მოდით, რადგან ასე დავიწყე საუბარი და ასე წარგადგინეთ. ინტერესით მოვისმენთ თითოეულისგან იმ გადაწყვეტილებამდე მისulis, ასე ვთქვათ, გზის შესახებ. ვეცადოთ შეძლებს დაგვარათ რომ ლაკონიურად გადმოვცეთ ეს ამბავი, თუმცა ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის. როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაუკავშირდა ეს 28 ნოემბრის განცხადებას, ვინაიდან ვიცით და ამასაც შევეხებით საუბარში, მანამდეც არაერთი გამოწვევართული მომენტი, კრიზისული ვითარება იყო საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე, საქართველოს პოზიციონირებაზე, საქართველოს მიმართ პარტნიორების დამოკიდებულების განსაზღვრაზე. ბატონო ოთარ, დავიწყოთ თქვენით. დიდი მადლობა მოწვევისთვის, პატივია ჩვენთვის კოლეგებთან ერთად წარმოგიდგენთ ჩვენი მოსაზრებები, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ კითხვასთან დაკავშირებით მინდა აუხსნა, რომ ეს არის პირველ რიგში პრინციპების და ფასეულობის ერთგულების საკითხი, რასაც ვემსახურები უკვე 2 წელზე მეტია. ჩემთვის საქართველოს ევროპული და ევროინტეგრაციის მიმართ განუხრელი ხარდაჭერა, მუშაობა ამ საკითხებზე არის ძალიან პრინციპული საკითხი. შემდგომ რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და კრიტიკული იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც არ იყო ესე ადვილი, ეს არ ყოფილა რაღაცა დაფუძნებული მხოლოდ ერთ დღეზე და ერთ განცხადებაზე, ამას უწევდა როგორც თქვენ აღნიშნეს, მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენს როგორც და ისე საგარეო პოლიტიკური კუთხით. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების გადახედვას, ამ გზიდან, ტრაექტორიიდან გადახვევას, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის როგორც დიპლომატისთვის. ასევე ამოიწურა სივრცე, მართალი გითხრათ, მუშაობის, იმდენად ამოიწურა, რომ უკვე ჩემთან ვეღარ ხედავდი უკვე ამ კუთხით ოპერირების თვალსაზრისით და ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვის კუთხით და ასევე მინდა აღვნიშნო, როგორც ჩემს X პლატფორმაზე მოყვა საჯარო გამოხმაურება 30 ნოემბერს. მე კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და სრულ სოლიდარობას უცხადებ ყველა დაპატიმრებულ ჩვენს მოქალაქეს დღეს, რომელმაც გამოხატეს თავისი მოსაზრება და აზრი ჩვენს ქუჩებში და ეს ძალადობა არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, მე მინდა გითხრათ საბოლოოდ, როდესაც ეს განცხადება მივიღეთ პირადად ეს გადაწყვეტილება და შემდეგ გავასაჯარო კიდევაც. ამ გადაწყვეტილებების თარიღები რაღაც რამდენიმე დღის შუალედში მოხდა, მაგრამ ახლოს ძალიან 28 ნოემბერთან.
გულისხმობ ირაკლი ყობახიძის განცხადება, სადაც მან ზუსტად სიტყვით ასეთი რამ განაცხადა, მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან და როცა უკვე 28 წლის ბოლო არის ის დრო, როცა საქართველოს იქნება მზად ეკონომიკური ყველა თვალსაზრისით, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს გასაწევრიანებლად. და შემდეგ ეს ცალფეხზე მდგომის რიტორიკის გამოყენება კიდევ შეიძლება მეუბრუნდე ასევე ამას. გაბატონ სალომე, თქვენი გადაწყვეტილების კონტექსტის შესახებ მესმის რომ კონტექსტი ზოგადი შესაძლებელია გავდა ერთმანეთს. შესაძლებელია გავდა ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვის მაინც ეს ინდივიდუალური მდგომარეობა თითოეული თქვენგანის და ამიტომ ინტერესით მოგისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მოწვევისთვის. ოთომი საუბრა გადაწყვეტილების მიღებაზე. ჩემი მსხვერპლად შემიძლია ვთქვა, რომ 15 წელზე მეტია რაც საჯარო მოხელე ვარ და იმ დღიდან, როდესაც დავიწყე საჯარო სექტორში მუშაობა, ვმუშაობდი ორ მიმართულებაზე. ეს იყო ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. და ყოველთვის მეამაყებოდა, რომ ვმუშაობდი იმ თემაზე, რაც იყო ქვეყნის კონსოლიდაცია იყო ამ თემის ირგვლივ და ეს არ იყო ერთი კონკრეტული პარტიის ან რომელიმე მთავრობის წინადადება თუ რაღაცა თემა, ეს იყო ის თემა, რაზეც თანხმდებოდა სრულიად საზოგადოება და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ მეც ამ თემაზე ვმუშაობდი. ჩემთვის ასევე და ამის მე მჯეროდა და ეხლაც მჯერა, რომ ის ჩვენი ეროვნული კოდი თუ ეს ისტორიული გამოცდილება არის სრულ თანხმედრაში იმ ფასეულობებთან, რაზეც დღეს დგას ევროკავშირი. შესაბამისად, მე ნამდვილად მჯეროდა და დღესაც მჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, არა მხოლოდ გაწევრიანება, მაგრამ თვითონ პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გააძლიერებდა როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ისე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ პრინციპებს და იქნებოდა მხოლოდ სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, როდესაც ეს მოვლენები განვითარდა, ისე როგორც განვითარდა და ამას წერტილი დაუსვა 28 ნოემბრის განცხადებამ, იქ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იმიტომ რომ როგორც კოლეგებმა აღნიშნეს, ნამდვილად თუ მანამდე მიუხედავად თქვენ ახსენეთ, რომ იყო რაღაც სირთულეები, გამოწვევები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სირთულე იყო და სერიოზული გამოწვევები ჰქონდა ამ გზაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჰქონდა განცდა მე ყოველ შემთხვევაში, რომ შემეძლო რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი შემეტანა და იყო სივრცე მანევრირების და იყო სივრცე მუშაობის, მაგრამ აი ამ განცხადებით 28 ნოემბრის განცხადებით, აი ამ შესაძლებლობას არათუ სივრცე შემცირდა, არამედ წერტილი დაესვა და არანაირი სივრცე აღარ არსებობდა შემდგომი მუშაობისთვის და თითოეული დიპლომატის მუშაობისთვის ჩემი აზრით. შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც მივიღე. ერთის მხრივ ძალიან რთული, მეორეს მხრივ როგორც თეამ აღნიშნა ძალიან მარტივი, მაგრამ ერთადერთი და ესეც უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო რაღაც ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილება, ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული. ვემსახურეთ მანამ ჩვენს ქვეყანას სანამდე შეგვეძლო, როდესაც უკვე ვეღარ ემსახურებდა, მაშინ იღებ ამ გადაწყვეტილებას, რასაც იღებ. თქვენ ყველანი ბრძანდებით დიპლომატები, ეს მეტნაკლებად ერთი ხანგრძლივობით არა, მაგრამ დიდი სტაჟის მქონე დიპლომატები ბრძანდებით და საინტერესოა თქვენი მოსმენა და მესმის დიპლომატებად რჩებით და ინარჩუნებთ გარკვეულ თავშეკავებას მაინც, მაგრამ ვაფასებ გულწრფელობის იმ, ასე ვთქვათ, დოზას, რასაც გვთავაზობთ ახლა ამ საუბრისას. ვადნო დავით, არც 28 ნოემბერს, არც მას შემდეგ სიტყვით უთქვამს ქართული ოცნების ხელისუფლებას, ან რომელიმე წარმომადგენელს ირაკლი ყობახიძეს, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში ინტეგრაციას. აქ უბრალოდ ფორმულირების სიტყვით თუ მივყვებით, ამას გულისხმობ, ცხადია მესმის შინაარსი და არსი და კონტექსტი. და კვლავ ვაბრუნებ ამ შეკითხვას, რატომ თქვათ რატომ იყო მიღებული სწორედ ამ განცხადების შემდეგ და არა მანამდე. ჩვენ გვქონდა პრეცედენტი საფრანგეთის საქართველოს აწუყო ყოფილი ელჩის გადაწყვეტილებისა, მაგალითად გაზაფხულზე, როცა ეგრეთ წოდებული რუსული კანონის შემოbrunება და მიღება უკვე რეალობად იქცა. სად დაიწყო თქვენი, ასე ვთქვათ, მერყეობის თავარი ეტაპი, როგორც ელჩის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩემ შემთხვევაში სანამ მე ვთვლიდი, რომ
შემეძლო ცირედით მაინც რამე ზემოქმედება მომეხდინა პროცესებს. ჩვენ ყველანი და მე მათ შორის კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩვენ მოვალეობებს. თუმცა იმ წინააღმდეგობრივი ნაბიჯების შემდეგ, რასაც დაემატა სრულიად გაუმართლებელი რიტორიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მისამართით. ამას შემდეგ უკვე ტენდენციური ხასიათი მიეცა სამწუხაროდ. ხოლო უკვე თქვენ ახსენეთ 28 ნოემბრის განცხადება, ეს იყო ალბათ კულმინაცია ამ პროცესების, რამაც დაგვაშორა ჩვენ სტრატეგიულ სამიზნე ამოცანასთან. ეს არის კონსტიტუციური გადახვევა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავდექეთ დაკავებული თანამდებობებიდან. ასევე მე მინდა ჩემი პიროვნული, თქვენ თქვით პიროვნულ შეგნებებსაც ასევე მესაუბრა. მთელი ჩემი ესე იგი სამუშაო დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. მე პროფესიულად აღვიძარდე ამ სამინისტროში. და ჩემ კოლეგებთან ერთად მოწმე ვარ როგორ ჩამოყალიბდა ქართული დიპლომატიური აზრი და სამსახური. ეს სამინისტრო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის იყო მეორე სახლი. და აღნიშნე სიტყვა კოლეგა ეს ტექნიკური ტერმინი ჩვენთვის და ჩვენთვის იყო გადაქცეული როგორც სინონიმი მეგობრობის და მე ვიტყოდი თანა მოაზრის ნიშნულობა შეიძინა. ფიქრობ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს სამინისტრო არის უფრო მეტი ვიდრე უწყება. ეს გახლავთ ერთი დიდი ოჯახი ჩვენთვის. ამრიგად მე მინდა თქვენი ეთერიდან უღრმესი მადლობა გადაუხადო საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს და საზოგადოებას, რადგან იქ რაც ფასეულობებია და პრინციპები ჩამოყალიბებული აი ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში მე არ მომცა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მადლობას უხდით ვის და ეს ძალიან მაინტერესებს ყველასგან რომ მოვისმინო. მოკლედ თუ შეიძლება და გადავალ სხვა თემაზე. მადლობას უხდით მათ შორის არანაირად არ მინდა პროვოცირება ან რაღაცა თქვა ახალისება რაღაც დაპირისპირების და სკანდალების გამოჩენა. მადლობას უხდით მათ შორის იმ კორპუსსაც, იმ დიპლომატებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ თავიანთ თანამდებობებზე საქმიანობას. მე გითხარით რომ ეს არის დიდი ოჯახი და ჩვენ მოვდივართ იმ ფასზე. ზუსტად იქ შევიძინეთ ამ ერთგულება ამ პრინციპების მიმართ და ფასეულობების მიმართ. ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პირები, ჩვენ არ გვაქვს რაიმე, არ გქონდა რაიმე პოლიტიკური აფილირება, მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ არ გვაქვს დაკარგული და არ გქონდა, როდესაც ელჩები ვიყავით, პოლიტიკური მგზნობელობა ან სოციალური ან მოქალაქეური მგზნობელობა და ზუსტად რაც ჩემმა ოთომ აღნიშნა, როდესაც დადგა საკითხი, ასევე ჩვენი ვალდებულება, მათ შორის ელჩის ვალდებულება, რომ დაიჭიროს ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებების სამართლიანობის მხარე და ზუსტად ჩვენ არა მარტო გადავდექით, ჩვენ ასევე დავგმეთ. კი, გამოხატეთ კონკრეტული პოზიცია. ზუსტად დავგმეთ ეს ძალადობა და მათ შორის სოლიდარობა გამოუცხადეთ უსამართლო დაკავებულ დემონსტრანტებს. ამ მადლობის კონტექსტში შეიძლება სალომესაც მე აუცილებლად ხაზგასმელია ეს პროცესი პარალელურად მიდიოდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლაგმანი არის ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ეხება ევროინტეგრაცია, ევროპულ და ევროინტეგრაციის საქმეს და ჩვენც
ვალიც იყო რომ პირველი გამოხმაურებები წამოსულიყო ზუსტად მაგ უწყებიდან და ყველა საჯარო მოხელეს. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო ვინც, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში პეტიცია იყო, რომელსაც მოაწერა ხელშუურმა დიპლომატებმა და აი ალბათ ეს მადლობას აქ ითარგმნება და ასევე სხვა საჯარო მოხელეების მიმართაც მინდა გამოვხატო მადლიერება, ვინც ამ პეტიციას შეუერთა, იმიტომ რომ არ იყო მარტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყო სხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლების, რომელმაც დააფიქსირეს მათი თუნდაც სოლიდარობა ან მხარდაჭერა ამ მოქმედების მიმართ. ხო, იქ თუ არ ვცდები დაახლოებით 150 ხელმომწერი ხარ. 200, ხო, მე რაღაც ეტაპზე შევწყვიტე დაკვირვება. დავუმატებთ, მოვიტევეთ ზუსტად აი ამ კონტექსტში გაგრძელება მინდოდა. აი 78 მუხლი კონსტიტუციის ეს მომდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქართული დიპლომატიის წინადადება იყო. რედაქცია მათ შორის ეს სიტყვარი ზუსტად მომზადდა ქართველი დიპლომატების მიერ და ჩვენ ამით ვამაყობთ, ჩვენ გვაქვს მოგზალებული წვლილი ამაში და ეს მინდოდა ასევე მეც გვაქვს თქვენი ეთიკით. რაღაც ის თქმა გსურდათ ქალბატონ სალომე და ქალბატონ თეასთან გადავალ. პრინციპში ათომში ავსო ეხა და აღნიშნა და მადლობა გადაუხადა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეუერთდნენ პეტიციას და მე ვიტყოდი, რომ ეს ხალხი იქნება მომავალში ალბათ საგარეო წყობის ხერხემალი და აი ამ კუთხით კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და დათოს ხაზიც რო გავაგრძელო, იცის მნიშვნელოვანია რომ რეალურად ჩვენ კოლეგებთან ერთად წლებია მოვდივართ, ჩვენ მეგობრობაც გვაკავშირებს, კოლეგიალობაც, მუშაობაც და ბევრი გამარჯვება გვაქვს ერთად მოპოვებული და ამას რა თქმა უნდა ეს არის კარგება, ამის თქმა მინდოდა მხოლოდ. მესმის და ძალიან კარგად მესმის ეს დამოკიდებულებაც პროფესიის მიმართ. სხვა შორის ისეთი დრო არის და კონტექსტი, როცა ბევრი პროფესია გახდა ძნელად შესასრულებელი და კიდევ უფრო რთულად შესასრულებელი ბევრი საქმე, ბევრ სფეროში. არაერთი პროფესიონალისთვის და მესმის ეს თქვენი დამოკიდებულება. ქალბატონო თეა, თუ შეიძლება გადმოვალ თქვენთან თუ გესმით ჩემი ხმა. ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ მე რაც ვიცი ყოველ შემთხვევაში უმცირესობაზე, რამდენიმე ვიტყვი ასე ელჩის გადაწყვეტილებაზე. კონკრეტულად ვინც აქ ხართ ამ წუთას ამ საუბარში მონაწილეობთ და ამის მიღმა ვიცი კიდევ რამდენიმე შეიძლება ცალხელზე ჩამოითვალოს დიპლომატის გადაწყვეტილება. რატომ არის ასეთი რეალობა, როგორ ფიქრობთ? ამაზე ჩემი პასუხი იქნება ის, რომ ყველამ თავისი პირადი მორალიდან და პროფესიული მორალიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ასევე რაც აღნიშნე სახელმწიფოებრივი ხედვიდან და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მე გეთანხმებით იმაში, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ მანამდე 28 ნოემბრამდეც იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ნიშნები, ცვლილებები, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიმართულებით და ეს ყველაფერი არ დასრულებულა, ბუნებრივია 28 ნოემბრის შემდეგ. თუმცა აი ვთქვათ, როდესაც არის ხოლმე ესეთი შეკითხვა, რომ რატომ მანამდე არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, სრულად ვეთანხმები ჩემს კოლეგებს და მინდა ეს ხაზი გავაგრძელო. პასუხი ამაზე არის ძალიან რაციონალური. თითოეული ჩვენთაგანი, როგორც უკვე აღინიშნა, ვართ პროფესიონალი, კარიერული დიპლომატები და ჩვენ 10 წლეულების განმავლობაში ვემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას და ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. და თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეტანილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე რუსული აგრესიის და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. და ჩვენ ბოლომდე სადამდეც ვხედავდით მინიმალურ სივრცესაც კი ჩვენი მოქმედებებისთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და სასარგებლოდ ვიყავით იქ, სადაც ვიყავით და უკვე როდესაც ეს სივრცე სრულად ამოიწურა, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები და აი ამ გადაწყვეტილების მე აღვნიშნე, რომ გადაწყვეტილება თვითონ იყო მარტივი, შინაარსობრივად, რადგან მოცემულობა ფაქტობრივი არის თეთრი და შავი. აქ დიდი საფიქრალი ჩემთვის პირადად არ იყო. თუმცა სირთულე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ახლდა აი ამ პროცესს 28 ნოემბრამდე იმ განვითარებების შესაბამისად, რასაც ხედავდით და შემდეგაც ახლაც ძალიან მტკივნეულია და მე ვიტყოდი ჩვენთვის დიპლომატებისთვის ორმაგად მტკივნეულია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც პროფესიონალი დიპლომატებისთვის, აი სწორედ იმ პროცესების დანახვა, რაც ხდება და ვითარდება დღეს საქართველოში და როგორც დათომ აღნიშნა, აი აბსოლუტურად მიუღებელი არის ის რიტორიკა
რაც გვესმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან მიმართებაში. ძალიან არის დაზიანებული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, რაც ასევე ძალიან საგანგაშო არის, რადგან ამას ექნება თავისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ძალიან ნეგატიური შედეგები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მნიშვნელოვანია ისევ ხაზგაუსვამ თქვენთვის აღმოჩნდა ასე ეს მომენტი და კი ბატონო მესმის ეს ყველაფერი თქვენს საკუთარ გადაწყვეტილებაზე აგებთ პასუხს და თქვენს შეფასებებზე, თქვენს ნაბიჯებზე. ნახსენები იყო აქ არაერთმა ბრძანეთმა თქვა სივრცის დავიწყროება, შეუძლებლობა უკვე საქმის გაგრძელების, აი მცირედიც არამ შემეძლო კიდევ რაღაც ზეგავლენის მოხდენა სანამ ასე ვთვლიდი ვაგრძელებდი. კონსოლიდაცია იყო ბრძანეთ ამ თემაზე თქვათ რაც უკავშირდება საქართველოს დასავლურ მომავალს. მოდით ასე ვთქვათ კონსოლიდაცია საქართველოს განვითარებაზე. კონსოლიდაცია იმაზე რომ ამ ქვეყანას მომავალი უნდა ჰქონდეს, ხო? ეს სავსებით გასაგებია სამინისტრო ეს რაღაც კრებითად იყო ნახსენები. ასეთი რეალობა იყო თქვენს გადაწყვეტილებებს მასპინძელ ქვეყნებში მე რასაც შევავლე თვალი მე რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ მოვიცავდი ხომ იქ რაც თქვა ვიღაცამ პირადად გითხრათ ან მოგწერათ ან სიტყვიერი იქ იყო დაჯილდოების ფაქტიც ხო ნოთარ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებისგან და იყო მადლობის ასე ვთქვათ გზავნილები ძალიან ისეთი აღქმა და გაგება თქვენი გადაწყვეტილებების სიჯანსაღისა საქართველოს მოქალაქეთა შორის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ის დაიმსახურა ასევე ნაწილისგან პატივისცემა ამ გადაწყვეტილებებმა, სოლიდარობაც ასეთი. მაგრამ მაინტერესებს ის რაც არ ჩანდა, რამდენად არის შესაძლებელი და რამდენადაც ჩათვლით საჭიროდ გახსნათ ეს ნაწილი კომუნიკაციის, როგორი იყო ამის შემდეგ კომუნიკაცია სამინისტროსთან, სისტემასთან, მთავრობასთან ქართული ოცნების ასე ვთქვათ ლიდერებთან ან რა ტიპის კომუნიკაცია იყო შეიცვალა თუ არა ეს ურთიერთობა ან კომუნიკაციის მანერა შინაარსი რაიმეც თუ გაიხსენებდით თუ ვისაც შეგიძლიათ და გსურთ კარგით მე გეტყვით ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში მადლობა ესე სიღრმისეულად შეხედეთ მე ყველა წარმოადგენთ ევროკავშირის წევრი ქვეყანას ამ ქვეყნებში ნამდვილად ჩვენი გადადგომით გაჩნდა სიგნალი იმ პოზიტივის რომ არის ხალხი ისმის ხალხის ხმა ჩვენ ვემსახურებით ხალხს ესე რომ თქვა და ერთგულები ვართ ევროპული და ევროატლანტიკური გზის და ამ პროცესების და ეს იყო ძალიან ჯანსაღად აღქმული მე მინდა გითხრათ რომ ეს როგორც ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობიდან ასევე იქ დიპკორპუსიდანაც იმიტომ რომ იმ დიპკორპუსშიც არ გულისხმობ მარტო ევროკავშირის ქვეყნებს იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ჭირდება რაღაც თავისი ძალისხმევაც იმ მომენტში და ესეც იყო შეფასებული და მე ხა ჩემი ქვეყნიდან ავიღებ რასაც წარმოადგენდი ხა ბულგარეთი ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა მეზობელი ქვეყანაა შავ ზღვას გულისხმობ იქ დაკავშირებადობა ბევრი პროცესები მიდის თვითონ ბულგარეთსაც ძალიან თვითონ შიგნით პრობლემები აქვს და ამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები აისახება მათ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ მე ძალიან ამაყი ვიყავ იმით რომ თვითონ მთავრობამ ჩემი გადადგომის შემდეგ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც მხარი დაუჭირა საქართველოს ხალხის ხმას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკური კურსის გამტკიცებას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არანაირი კონტაქტი აღარ ყოფილა არც ესე ვიტყოდ ამ ეტაპზე ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებთან და არც სამინისტროსთან. ჩემი კუთხით რა უცნაურია. სხვა ჩემი კოლეგებს რა ვქონდათ არ ვიცი. ეს საინტერესოა. ქალბატონ თეას კითხავ თუ შეიძლება გესმოდათ ხომ ჩვენი საუბრის ეს ნაწილი. თქვენ რა გამოცდილება გქონდათ გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ უკვე? კომუნიკაციას გულისხმობ სამინისტროსთან და მმართველ პარტიასთან. გადაწყვეტილების მიღების და გასაჯაროების შემდეგ მსგავსი კომუნიკაცია არც სამინისტროსთან და არც მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ეს შინაარსობრივი აღარ ყოფილა.
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ის დიდი მხარდაჭერა და სოლიდარობა, რომელიც გამოხატა ჩემმა ადგილსამყოფერმა ქვეყანამ ჩეხეთის რესპუბლიკამ ამ გადაწყვეტილებისადმი და ის მხარდაჭერა, რომელიც არსებობს ჩეხეთში ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ. კი, ამას ვეცნობით ჩვენს, რადგან საჯაროა ეს ნაწილი, ხომ? სახელმწიფოების დამოკიდებულება. დიდი მადლობა, ქალბატონო თეა. ამ პასუხისთვის მაინტერესებს ძალიან თქვენი გამოცდილებაც. რაც შეეხება აი გადადგომის შემდეგ უკვე ადგილსამყოფელი ქვეყნის რეაქციას, ლიეტუვის რეაქციას, იყო მე მგონი ძალიან სწორი რეაქცია აბსოლუტურად. იმიტომ რომ პირადად ჩემი მახასიათებელი ანუ ამ ქვეყანაში იყო ის რომ მუშაობდი მუდმივად ევროკავშირში ინტეგრაციის თემატიკაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიღმა. თავარი მახასიათებელი ჩემი და სპეციფიკა ჩემი მუშაობის მდგომარეობდა იმაში რომ რაც შეიძლება მეტად მომეპოვებინა ლიეტუვის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის და ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ეს იყო ჩემი მახასიათებელი. შესაბამისად აბსოლუტურად ბუნებრივი და სწორი აღქმა გაუჩნდა ლიეტუვას მაშინ როდესაც გადავდექი და იყო არაერთი რა თქმა უნდა შეხვედრა, მაგრამ შეხვედრის მიღმა იყო რა თქმა უნდა სოლიდარობის მარშების ქვეყნის მიმართ, ასე რომ საჯარო მოხელეების მიმართ და მათ შორის ჩემს მიმართ. და რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რაიმე კომუნიკაციას, მხოლოდ ტექნიკური კომუნიკაცია მქონდა, სხვა შინაარსობრივი კომუნიკაცია არ მქონია და ანუ დავიწყეთ. ასევე ტექნიკური ხასიათის კომუნიკაცია, მაგრამ მე მინდა დაუბრუნდე თქვენ კითხვას, რომ რა შეიცვალა ამ განცხადების შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ რაღაც პარადოქსული სიტუაცია საქართველოს არის ისტორიულად ყველაზე ახლოს ევროკავშირთან, გვაქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩვენი ომხრივი ურთიერთობები არის ისტორიულად მინიმუმზე დაყვანილი. უფრო მეტიც სანქციების პირობებში ქვეყანა. ეს ძალიან მტკივნეულია, მინდა გითხრათ. მეორე ის რომ თითქოს ასოცირების შეთანხმები 100%-იანი თქვათ იმპლემენტაცია მოახდენს ქვეყნის გაწევრიანებას, ეს არ არის მართალი. ასოცირების შეთანხმება არ არის გაწევრიანების ინსტრუმენტი. მოვიყვან უბრალოდ ახლა უხეშად თუ ასოცირებაში გვაქვს დაახლოებით 100-დან 300-მდე დირექტივის და რეგულაციის შესრულების ვალდებულება, უკვე გაფართოების პროცესში ეს დაახლოებით 5000-მდე იქნება დირექტივა და რეგულაცია, როგორც დანერგილი, ასევე მისი აღსრულება საჭირო. და ვფიქრობ 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ზუსტად ეს 4 წელი, რომელიც როგორც ჩანს უნდა შეჩერდეს და შემდეგ წელიწად ნახევარში თუ 2 წელიწადში უნდა შევასრულოთ, დავეციოთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს და გავასწროთ, ეს არარეალისტურია. ეს ხდება სამწუხაროდ იმ პირობებში, როდესაც შეიქმნა ძალიან ხელსაყრელი პირობები ამ ვითარებაში. მეორე მხრივ ასევე მეორე პარადოქსია, თუ შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ვიცით, რომ ევროკავშირი არის უფრო მეტი ვიდრე ორგანიზაცია, ეს არის გაერთიანება, სადაც კრიტერიუმები უნდა შესრულდეს. და ეს არის წესებზე აგებული, ესე ეძახიან conditionality, პირობები უნდა შესრულდეს და ვალდებულებები და ზუსტად ეს პირობითობა, რასაც ეს გაერთიანება უყენებს ყველას კანდიდატს, მოხსენიებული იყო როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. და ამ გაფართოების პროცესის გაჩერების საბაბი, ესეც საგულისხმოა. ამიტომ ამ განცხადებით ბევრი რამე იკითხება. მინდა გითხრათ. ო, და ის რომ ეს საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ მიზნებს ეწინააღმდეგება და ასე შემდეგ. დღემდე გრძელდება ეს რიტორიკა. აი ხა თქვენაც აღწერეთ. ბოდიშ ვეხდი. რა განსხვავებული რეალობა იყო მანამდე. კონსოლიდაცია ახსენეთ.
იგივე სამინისტროსთან, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს მე მაქვს ასევე რუბრიკა რადიო თავისუფლებას დილის საუბრებში საგარეო პოლიტიკაზე სწორედ და იქ სულ ვეძებთ პასუხებს ამაზე რა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკის შინაარს, რუტინას, რით ხელმძღვანელობდით როცა იყავით ელჩები თქვენ საიმ ყოველდღიურ საქმიანობაში მე მოვისმინე მესმის როგორც აღწერდა მიზნები თქვენი რაც იყო რომ ეს არ უკავშირდება გასაგებია ეს სწორი გაგებაა რომ რომელიმე პარტიას ან ხელისუფლების ვადას არ უკავშირდება ის მიზნები რაც ქვეყანას აქვს სტრატეგიული მიზნები განვითარებისა და წინსვლის მაგრამ საქმე ხომ შედგება რაღაც მომენტებისგან ყოველდღიური საქმიანობისგან აი რით ხელმძღვანელობდით როცა ვთქვათ გეგმავდით თქვენ სამუშაო დღეს სამუშაო კვირას შეხვედრებს რაზე იდექით აი მე შემიძლია ძალიან მარტივად დავყო ან იმ სამინისტროსთან იმავე ბოდიში სამინისტროსთან როგორი იყო კომუნიკაცია ვიდრე შეიტყობდნენ თქვენს გადაწყვეტილებებზე დიახ გავუთან სალამ შეგვიძლია დავყოთ ეს პერიოდი ორ ნაწილად ერთი არის სანამ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს ეს 2023 წლის დეკემბერში ხო და შეიძლება ეს გავახანგრძლივოთ ეს პერიოდი რეალურად მარტამდე აპრილამდე იქამდე სანამ თავიდან იქნა შემოტანილი ეს კანონი არა ასე ვთქვათ აი რუსული კანონი აი ამ პერიოდამდე და ამ პერიოდის შემდეგ სანამ მუშაობდით ჩვენ და ძალიან აქტიურად მუშაობდით კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მერწმუნეთ ლიეტუვაში ერთი პოლიტიკოსი არ არის დარჩენილი ვისთანაც შეხვედრა არ იყო გამართული არა მხოლოდ ჩემი მხრიდან არამედ მთლიანად მთელი საელჩო მუშაობდა იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი შეხვედრა სიღრმისეული შეხვედრები გაგვემართა და მოგვეპოვებინა ლიეტუვის მხარდაჭერა იმისთვის რომ ქვეყანას მიიღო კანდიდატის სტატუსი და რეალურად არ იყო ყოველთვის მარტივი ხა ამას ნამდვილად გეტყვით რომ არ იყო ყოველთვის მარტივი იყო ძალიან ბევრი გამოწვევა ამ გზაზე მაგრამ ჩვენ მივიღეთ დავდეთ შედეგი შეგვიძლია ვიმსჯელოთ ახლა როგორანაირად მაგრამ ჩვენი მთელი ინსტიტუცია მუშაობდა ამაზე და ნამდვილად ჩემი კოლეგებიც და მთლიანად სამინისტრო მუშაობდა ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ არამედ თვითონ ქვეყნის შიგნითა დეპარტამენტები ვიცი რომ ღამეებს ათენებდნენ ჩვენი კოლეგები იმისთვის რომ რაღაცა წინ წაეწიათ პროცესი და აი ეს პროცესი აი ეს წარმატებით დასრულებულიყო თუმცა იმ დღიდან როდესაც აი შემოbrunდა ეს კანონი უცხოური გავლენის ხო დიახ ეს კანონი იმ დღიდან შეიცვალა ყველაფერი იმიტომ რომ იმდენი განცხადება გაკეთდა არა მხოლოდ ლიეტუვის მხრიდან არამედ რა ვიცი ყველა პოლიტიკოსების მხრიდან ყველა წევრ ქვეყანაში გაკეთდა ეს განცხადება ევროკავშირმა გააკეთა უამრავი განცხადება ხა ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას და ამის შემდეგ შეიცვალა ეს ნამდვილად შეიცვალა იმიტომ რომ შევიწროვდა ეს სივრცე რაზე ჩვენ აქამდე საუბრობდით ნამდვილად შევიწროვდა სივრცე მანევრირების პოზიტიური დღის წესრიგის დაყენების შესაძლებლობა შემცირდა თუმცა აქ არ დაგვაუწყობს მოდიოდა არჩევნები შესაბამისად აი ამ სულისკვეთებით რომ იყო კიდე და ყოველს ქონდა რაღაცნაირად იმედი რომ ეს არჩევნები იქნებოდა გადატვირთვის შესაძლებლობა იმიტომ რომ ჩატარდებოდა კარგად შესაბამისად ამის შემდეგ იქნებოდა არჩევნები მოხდებოდა ამის შემდეგ გადატვირთვა ურთიერთობების და ისევ წავიდოდით და გავაგრძელებდით რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ვიცით და როგორც ჩვენ გვისწავლია და როგორც ჩვევია ესე ძალიან ინტენსიურად და ძალიან აქტიურად მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან. თუმცა სამწუხაროდ ესე არ მოხდა. მე ასე ვხედავ და მრჩება ასეთი განცდა. არა მხოლოდ ამ საუბრიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა, ცხადია. რომ თქვენ გიწევდათ რაღაცნაირად კომპასების გასწორება იმ ქვეყნებში, სადაც საქმიანობდით, იმ რყევების გამო და იმ კონტექსტში, რა კონტექსტსაც ქმნიდა რიტორიკა, გადაწყვეტილებები ქართული ოცნების ხელისუფლების. და მე მინდა მოვისმინო თქვენგან ყველაზე რთულ მომენტებზე, რას უკავშირდებოდა ეს. მაგალითად, ეგრეთ წოდებული რუსული კანონის, იმავე აგენტების კანონის, ეგრეთ წოდებული თავდაპირველ წარმოდგენას, რომელიმე ვთქვათ რაღაცა როგორ თქვა, რიტორიკულ ამოფრქვევას, ანტიდასავლურს, თუ აი რას გაიხსენებდით, როცა ან მაგალითად, რომ თქვენგანაც შეიძლება ყველას სათითაოდ მოგიწიათ, ქალბატონეთია თქვენც მოგმართავთ და თქვენგან გადმოვალ, მოდით ქალბატონეთიასთან გადავალ თავდაპირველად მანო მიპასუხოს, მაგალითად, მოგიხდათ თუ არა ქალბატონეთია თქვენ განმარტება კითხეს თუ არა მასპინძელ ქვეყანაში, საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩეხეთის ან სხვა უწყებიდან, კითხეს თუ არა
გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომ განმარტება მიგეცათ ამაზე. და როგორ მოიქეცით? კაბოტანინა, მე ვიტყოდი, რომ ეს კონსპირაციული აბსურდი არ ყოფილა განხილული და ამაზე ჩემთვის არ მოუთხოვიათ, ასე ვთქვათ, პასუხი. და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩეხ მეგობრებთან განხილვები არ მქონია, სიმართლე გითხრათ. თქვენს შეკითხვას დაუბრუნდები, როდესაც თქვენ თქვით თუ რა იყო თქვენი ჩარჩო მოქმედების, როგორც ელჩების. ჩვენი საგარეო პოლიტიკა ემყარებოდა სამ მთავარ მიმართულებას. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენი მანდატიც აი ამ ჩარჩოთი იყო განსაზღვრული, ჩვენი ქმედებები, ჩვენი აქტივობები აი ამ ჩარჩოს ფარგლებში ხდებოდა და ჩვენი მიზანი იყო კონსოლიდირება მაქსიმალური მხარდაჭერის ჩვენი მეგობრების და პარტნიორების რუსული ოკუპაციის თემასთან მიმართებაში და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში და ჩეხეთი ის ქვეყანა, სადაც მე მუშაობდი ბოლო პერიოდში, არის და იყო ძალიან დიდი მხარდამჭერი აი ამ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და მთელი სოლიდარობით, ჩართულობით, ძალიან აქტიურად გვეხმარებოდა ჩვენ, რომ გამხდარიყავით უფრო უკეთესები, მიგვეღწია პროგრესისთვის და ჩვენ გამხდარიყავით იმ საერთო სივრცის წევრები, სადაც ჩვენი პარტნიორები არიან და იმ ევროპული ოჯახის წევრები, რომლისკენაც ჩვენ ისტორიულად მივისწრაფვით და ესეც უნდა აღინიშნოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ეს არ არის უბრალოდ რამოდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვის ან მიმართულების ცვლილება, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანისთვის ხაზის გადასმა, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი წლების, საუკუნეების მანძილზე ჩვენს ევროპულ ფასეულობებს და მისწრაფებას ევროპული ღირებულებებისადმი და აი ამ სივრცისადმი ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს არის იდეოლოგია, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ. შესაბამისად, აი ეს არის სწორედ ძალიან მტკივნეული, რომ სწორედ ამის გამო დახმარების, გვერდში დგომის გამო სანაცვლოდ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მიიღეს ძალიან შეურაცხყოფელი რიტორიკა, რაც მათ ნამდვილად არ დაუმსახურებიათ და ასევე ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იზოლაციაში ყოფნა, რომელსაც ბუნებრივია მივყავართ რუსეთისკენ. ვეთანხმები ჩემ კოლეგებს, ასევე ძალიან რთული არის სამუშაო პროცესში თეამ აღნიშნა რომ რაღაცა ჩარჩოში, ასევე კიდე სხვადასხვა კომპონენტები შემოდის ჩვენ სამუშაო პროცესში ეს ქვეყნის იმიჯის გამტკიცება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ერთს ვიტყოდი რომ ეს რეპუტაციული შელახვა დიპლომატისთვის არის ძალიან რთული სამუშაო პროცესი ეს ადგილსამყოფ ქვეყნებში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტი რაზეც ჩვენ ვდგევართ გარეთ ჩვენი დიპლომატია და ამაზე ვაშენებთ შესაბამისად იმ პროცესების ყურება, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ჩვენი მეგობრები უხსნიან მოლაპარაკებებს და ამ ჯერზე საქართველოს მიუხედავად დიდი გაფართოების ჭრაში, რომელსაც მე ასევე წარმოადგენდი საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ნაწილია და ეხა აღვნიშნავ, რომ დღეს როგორც ბატონმა დავითმა თქვა ჩვენთან, რომ ეხა არის რაღაც შესაძლებლობის ფანჯარა ჩვენთვის და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში რომ ხედავთ რომ საქართველოს მიზანმიმართულად იმის მაგივრად რომ ამბიციურად მივდიოდეთ წინ და ვიყოთ ფლაგმანი თუნდაც უკრაინის და მოლდოვის როგორც ვიყავით და ამას ვაკეთებდეთ საქართველოს მიდის სულ სხვა ტრაექტორიით ეს არის მთავარი პრინციპი მე ესე ვიტყოდი ჩვენი ყველასი ვინც ამ აუდიტორიაში ვარ რაზეც ვლაპარაკობთ რომ შეიზღუდა სივრცე ამ სივრცეს შეზღუდვა რა თქმა უნდა გამოწვეული ამ განჭირვალობის კანონით და სხვა ასევე სხვა პაკეტებით რომელიც მართველი პარტიის მიერ იყო დაყენებული ამ პერიოდში და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ ითარგმნება ჩვენ საქმიანობაზე ძალიან ბევრ რამეში მინდა სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდი თითოეულ თქვენგანთან საუბარს და იმედი მაქვს მომეცემა
მომავალში ამის შესაძლებლობა, უბრალოდ ახლა ასე მინდოდა რაღაცნაირად ერთად წარგვედგინა ჩვენი აუდიტორიისთვის თქვენი პოზიციები, თქვენი ხედვები, მოსაზრებები, ის რაც გაღელვებთ და ბატონო დავით, ნიდერლანდების სამეფოში თუ უკითხავთ, ის გამიტარეთ ის შეკითხვა რაღაცნაირად მგონი ყველა. გლობალური ომის პარტიაზე თუ უკითხავთ, რა უნდათო ასეთი კითხვა არის? ძალიან მარტივი იყო ჩემგან პასუხი. გლობალური ომის პარტია არის ერთადერთი ქვეყანა, ეს არის რუსეთი. მინდა გითხრათ, რომ თავდებოდა ამაზე უკვე მსჯელობა მასპინძელთან, თქვათ, ვინც იყო წარმომადგენელი. ზუსტად მისაღები იყო მათთვისაც ეს ჩემი პასუხი. ესე რომ მე დღესაც ვიცი ვინ არის გლობალური ომის პარტია და მათაც იციან, მაგრამ გულისხმობს შეკითხვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკაზე, მათ გადაწყვეტილებებზე. და ზუსტად ეს იყო ჩემი პასუხი მათთან კომუნიკაციაში. მეორე რიგში თქვენ წინა კითხვაზე მინდა დაუბრუნდეთ. ძალიან დიახ. იყო არის გეოპოლიტიკური ფაქტორი, კი ბატონო. რუსეთი აგრესიის შემდეგ უკრაინაზე, რომელიც საერთაშორისო დაიწყო 2008 წელს საქართველოში და ამის შემდეგ ხდება ევროკავშირის გაფართოება და საუბარი ამაზე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა არის და იყო მზად ამისთვის. საქართველო. ის გახდათ მოწინავე, მათ შორის ასრულებდა ვალდებულებებს და კრიტერიუმებს მთლიანად პასუხობდა, რაც არის წევრობისთვის საჭირო. და დღეს დარწმუნებულად ჩვენ de facto მზად ვართ წევრობისთვის. თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის ქუჩებში დემოკრატია, ეს დემოკრატიის ფესტივალი, ეს არის ევროკავშირი გთხოვს. აქ არის სოლიდარობა, აქ არის მრავალფეროვნება, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური. აი ეს არის ზუსტად რასაც აუდიტორია რომ არ დავაბნიოთ. ქართული ოცნებაც ამას ამბობს, რომ საქართველოს მზად არის და უსამართლოდ ჩაგრავდნენ გარკვეულ ეტაპებზე. მე ხა განგებ ვურებ, ასე ვთქვათ, თქვენთან საუბარში. რა განასხვავებს ამ თქვენს გზავნილებს ქართული ოცნების ხელისუფლების გზავნილებისგან? მე ვამბობ, რომ ქართული საზოგადოება არის მზად და ჩვენ ყველამ უნდა დავიკაწყვიტოთ ხელები და ის 9 რეკომენდაცია, რომელიც არის და იმაზე მეტი, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის დრო, ჩვენ უნდა გავასწროთ დროს. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემატური საკითხი. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არანაირად არ შეიძლება ამ პროცესის გაჩერება და ვფიქრობ, რომ ერთია პოლიტიკური ნება, მაგრამ მეორე ყოველთვის საჭირო არის პოლიტიკური ნება, მაგრამ საზოგადოებრივ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა. სხვანაირად რეფორმები არ ხერხდება. მე უწინდელ კრიზისულ რაღაც სიტუაციებზე და პრობლემურ საკითხებზე, პრობლემურ თემებზე რომ ვთქვი, ასევე შევნიშნე კიდევ ერთი რამ, მინიმუმ ქალბატონ სალმე თქვენი და ბატონი ოთარის და შესაძლებელია ბატონი დავითის და ქალბატონი თეას შემთხვევაშიც ასე იყო, უბრალოდ მე არ მქონდა შემოწმების შესაძლებლობა. მაგალითად, ვიცით არის ერთი თარიღებთან დაკავშირებით საქართველოში ხშირია ხოლმე დისკუსიები, ამ შემთხვევაში გულისხმობ აგვისტოს ომის დაწყების თარიღს. რომელსაც ეს თარიღად არ არის, თავისი შინაარსობრივი და კონტექსტური დატვირთვა აქვს. ქალბატონ სალმე და ბატონ ოთარ თქვენ 7 აგვისტოს ასე ვთქვათ, შეეხმიანეთ მინიმუმ თქვენი მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატებს, მათ მიერ სწორედ 7 აგვისტოს ამ ომის დაწყების თარიღად აღნიშნას და ამ თარიღის ტრაგიკულობას და დრამატულობას საქართველოსთვის, რაც საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. მაინტერესებს თუ თქვენზე არ ვიცი და ასეთივე შემთხვევა იყო, ჩვენ ვიცით ის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, მთავრობა მაშინდელი ბოლო თარიღი აგვისტოში რაც იყო, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით არჩიაშვილის ჩათვლით 8 აგვისტოს პოსტერებიც ასეთი იყო და ციფრული კარდები ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ. ილია ბოდიში, დავითი თქვი ხო? ბოდიშს ვეხდი ხო შემეშალა, ბოდიშს ვხდი აუდიტორიასაც. ილია 8 აგვისტოს და ეს დისკუსია ადგილზეც საქართველოშიც მიმდინარეობდა, ვიცით და სოციალურ ქსელებში. აქაც განსხვავება დავინახე. იყო ამაზე რაიმე ვთქვათ შენიშვნა თქვენთვის სამინისტროდან?
ზემდგომებისგან. და თქვენ პრაქტიკაზეც მაინტერესებს ბატონო დავით და ქალბატონო თეა. არა, ჩემში არა, არაფერი ხარ. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც უნდა ვიდაოთ ახლა 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ თავდასხმელი არის რუსეთი და აგრესია განახორციელა რუსეთმა. საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორია 20% და არა პირიქით. ეს არის თავარი არის ეს. სხვა დანარჩენი არის ნიუანსები, რომელიც ჩემთვის დანარჩენ ნიუანსებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს მარტივად შემიძლია თქვა. ანუ დავით და ქალბატონო თეა მოდით თქვენ მიპასუხეთ ჯერ თუ გესმით ჩემი ხმა თქვენ როგორი პრაქტიკა გქონდათ 7 აგვისტოს ეხმიანებოდით ამ თარიღს თუ 8 აგვისტოს ომის დაწყებას გულისხმობ ახლა აღარ გავშლი რა დატვირთვა აქვს ამ დისკუსიას შინაარსობრივად აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ქალბატონო ნინო ჩვენ ჩეხეთში მანამდეც ლატვიაში წარმოვადგენდი საქართველოს ყოველთვის კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავდით 7 აგვისტოს. და ნუ ამას როგორც უკვე აღნიშნეთ, თავისი დატვირთვა აქვს. ამ ქრონოლოგიას და თარიღების დაცვას შენიშვნა არანაირი არ ყოფილა, მინდა აქ ხაზი გაუსვა, როგორც აღნიშნე, ჩვენ გვქონდა ჩვენი მთავარი მიმართულებები ელჩებს საგარეო პოლიტიკის, რაც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ამ მიმართულებებს თავისი ისტორია აქვს, შესაბამისად ჩვენ გვქონდა ის სივრცე, რომ აი ამ ჩარჩოში გვემოქმედა და ეს საკითხიც შეგვიძლია სწორედ აი ამ კონტექსტში განვიხილოთ თარიღთან დაკავშირებული საკითხი, როცა ჩვენ გვქონდა ის სივრცე და ავტონომია, რომ თავად განგვესაზღვრა კონკრეტული მოქმედებები საელჩოებში. თუმცა როგორც ვთქვით, როდესაც ის სივრცე და რესურსი მანევრირების ამოიწურა, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, უკვე კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში მივიღეთ კიდეც გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. თუმცა სანამ ეს სივრცე იყო, თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმალურად პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებშიც მათ შორის ვემსახურებოდით ჩვენი ქვეყნის ინტერესს კონსტიტუციაზე დაფუძნებულად და ხშირად არა ვთქვათ იმ რიტორიკის შესაბამისად, რაც ისმოდა თბილისიდან. ანუ დავით, კი. დავამატებ ერთი აქ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითონ შესრულების საკითხი. ზუსტად ის რიტორიკა, რაც ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან მიდის და ამის ფონზე აქ 7 აგვისტოს, რა თქმა უნდა 8 აგვისტოს, 7 აგვისტოს მოკლედ აღნიშნავდით, მე პირადად სადაც გახდით სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ აქ თავარი არის ადგილსამყოფელი ქვეყნის გამოხმაურება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ადვილი პროცესი. არავის არ ეგონოს, რომ რაღაცას ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება ამ საკითხის ირგვლივ ესე მარტივად მიდის და რაღაც ეს ამ რიტორიკის ფონზე, ამ ჩვენ მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან იმ ხიდების ჩაჭრით, რაც არსებობს, ეს საკითხები ყველაფერი ძალიან დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენ საქმიანობაში რომ გაგრძელდეს საქართველოს მაქსიმალურად კარგად პოზიციონირება საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ზუსტად აი ამ თარიღების აღნიშვნაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სამუშაო პროცესში. ესეც მინდოდა აღნიშნათ ჩვენ მხრიდან. პირველად განსაზღვრეთ ჩემმა კოლეგებმა მე აღარაფერი მაგა. იგივე პრაქტიკა იყო. მე რატომ ვუსვამ ამას ხალხს, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ვიდრე არ მივადექი ასე ვთქვა თქვენს როგორ ვთქვა დოსიეებს, ხომ, როცა მემზადებოდი ამ საუბრისთვის, ჩემთვის ეს არ იყო ცნობილი, არ მიმიქცევია ყურადღება, უნდა ვაღიარო ეს ცოდვა ჩემი როგორც ჟურნალისტის, რადგან უნდა მიმექცია თავის დროზეც და შესაძლებელია აუდიტორიამაც არ იცოდეს და ამიტომ გავუსვი ხაზი. როცა ამ გადაწყვეტილების მიღების, ასე ვთქვათ, პირს იყავით, უკვე პირას იყავით, ფიქრობდით თუ არა იმაზეც, რომ ამას შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული ეფექტი სხვა დიპლომატებზე, არა მხოლოდ ელჩებზე სხვადასხვა ქვეყანაში, ან საელჩოების სხვა თანამშრომლებზე, რომ თუ კი ვინმე არის მსგავს პოზიციაზე, ან ვინმე ხედავს ასევე გამოწვევას, რაღაცაირად ეს წაახალისებდა ცოტა არ მინდა ასეთი სიტყვა. მათზეც გავრცელდებოდა ეს მეტ გაბედულებას მიცემდა.
და მეორე შეკითხვა აქვე ვიტყვი, რომ ერთად მიპასუხოთ იქნებ დრო დავზოგო ამით როგორმე. რას შედეგს ან ეფექტს კი ელოდით ამ გადაწყვეტილებისგან, აი ზოგადად, გარდა იმისა, რომ თქვა შეიძლება კოლეგებზე ჰქონოდა ამაზე გავლენა, ზოგადად აი ამას გავაკეთებ და მერე რა ხდება? პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება არ იყო, ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში და ამას ეხა აქვს თუ არა ეფექტი შეიძლება რო ჩავიძიოთ, აქვს, რა თქმა უნდა, რაღაც გადამდები რეაქცია ვერ იქნება ეხეს ისე დატოვებული, იმიტომ რომ ამასაც სჭირდება. ჩვენ აქ ვინც ვართ, გარდა თანამშრომლობისა, როგორც დათომაგნიშნა, ერთი ოჯახი ვართ, ასევე ღირებულობები და ფასეულობები გვაერთიანებს. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ეს რაღაცა გადამდები იმის მატარებელი არის, რაღაცა თვალსაზრისით. მაგრამ მეორე კუთხით, რაც თქვენ ახსენეთ, იმასთან დაკავშირებით თუ ვიღაცას რაღაცას მოუწოდებთ, ეს მეგონი ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს, ესე ვთქვათ. ეს მათი უკვე პირადი საკითხი არის. ნამდვილად, როდესაც ვიღებდი ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ესე იყო ამ გადაწყვეტილებას, არ ვფიქრობდი იმაზე, რა ეფექტი შეიძლებოდა ამას ქონოდა, არ ვიცი, სხვა ელჩებზე, სხვა დიპლომატებზე, ამაზე არ ვფიქრობ ამ დროს, იმიტომ რომ როდესაც ხარ ელჩი და როდესაც იცი, რასაც ემსახურები, ვერანაირი ვერც მოწოდება, ვერც საქციელი ამ შენ ნაბიჯს ვერ გადაგადმევინებს, იმიტომ რომ როდესაც ხარ ელჩი, იცავ ქვეყნის პოზიციებს და ეს არ არის შენი ოფისი, ასე ვთქვათ და ამა თუ იმა რაღაცა რო არ მოგეწონება, ეგრევე არ არის ესე მარტივად. ყოველთვის ნებისმიერ ნაბიჯზე ფიქრობ იმას, რამდენად შეიძლება შენმა ნაბიჯმა, ან შენმა გადაწყვეტილებამ ავნოს და დააზიანოს ქვეყანა. ყოველთვის აი ამ კონცეფციიდან გამოდიხარ. უნიშნულოვანესი კომპონენტია. ეს იყო უმთავრესი და შესაბამისად, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც შენ თვითონ იცი, რომ შენ თავს ვერ მოატყუებ ეს ერთი და შენ ქვეყანას ემსახურები, შენ და შენ ქვეყანას ვეღარ ემსახურები, იმ შემთხვევაში თუ რჩები ამ პოზიციაზე, იღებ უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას და ერთიც არის ახლა, მე აღვნიშნე და კოლეგებმაც აღნიშნა, ჩვენ ძალიან ბევრი წელია რაც მუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი კოლეგები, ჩემზე დიდი ხანია რეალურად, მე 15 წელია სულ, მაგრამ ჩემი დახასიათება თუ შეიძლება ეს არის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხაზი. ანუ ჩემი მახასიათებელი არის, რომ მე მუდმივად მუშაობდი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. სხვა საკითხებზე კი არა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ თემებზე და როდესაც აღარ არის სივრცე იმისა, რომ ვიმუშაო მე პირადად აი ამ თემებზე, რაც ჩემთვის ესეთი ახლო იყო, ამას მეც ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი, ვერც ქვეყანა მაპატიებდა საბოლოო ჯამში, ვერც ხალხი გაიგებდა და ვერც ალბათ პარტნიორები. ჩემ შემთხვევაში ასე იყო და ვერც ის ახალგაზრდა დიპლომატები, რომლებიც უყურებენ თავიანთ კოლეგებს, რა თქმა უნდა და მათ უფროსებს და ბევრი მიმიღია კიდევაც სამსახურში, დეპარტამენტში და ბევრი მიკეთებია მათთან ერთად და ისინი მე მიცნობენ, მე ისინი იმ წუთას ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ საბოლოო ჯამში ესე ჟდება. აი ეს ახალგაზრდების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს. მათ მიერ დანახული ეს გამოცდილება, თუნდაც სხვისი გადაწყვეტილება არავითარი ამ ეტაპზე შეიძლება ვიღაც სტუდენტია და თვალყურს ადევნებს ამ ყველაფერს და ცხადი ადევნებს თუ კი ამ საკითხებს სწავლობს. ანუ დავით, ცოტა დავაკორექტირებ შეკითხვას და ქალბატონო თეა შემდეგ ბატონი დავითის შემდეგ თქვენს მიპასუხეთ. როგორ ფიქრობდით, ეს გადაწყვეტილება თქვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება რას შეცვლიდა? მე ამაზე არ მიფიქრია, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, საერთოდ მე პატივს ვცემ თავისუფალ აზრს და თავისუფალ გადაწყვეტილებას, ასე რომ პირველ რიგში ჩვენ ელჩებად არ დავბადებულვართ ალბათ და არც მე ჟურნალისტად ვარ, როგორც ეს გადაწყვეტილება ერთმანეთშიც არ ქონია კოორდინაცია, შემდეგ ქონდა უკვე, როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, სოლიდარობა, სატელეფონო საუბრები, შეხვედრები მათ შორის ვირტუალურად ხვდებით დღეს თქვენი დახმარებით. ალბათ იყო ტელეპათიური კოორდინაცია, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გაერთიანებდა ფასეულობები და პრინციპები ეს. ქალბატონო თეა. აბსოლუტურად ვეთანხმები დათოს. ჩვენ არ ქონია მანამდე არანაირი კოორდინაცია, ინდივიდუალურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვაერთიანებდა კიდევ უფრო მეტად ღირებულებები და ფასეულობები, რაც აი ამ გადაწყვეტილებებში კარგად გამოისახა.
ცუდად არის კომუნიკაცია ძალიან ცუდია. გესმით ხო ჩემი ხმა, ჩემთან მეორდება. ანუ სიმართლე გითხრათ იმ დროს და იმ მოცემულობაში, აი იმაზე თუ რა ეფექტი შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემს გადაწყვეტილებას, ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება ემყარებოდა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს პროფესიულ მორალს. სხვაგვარად მე მოქცევა არ შემეძლო და შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა აქვე კომუნიკაციის პრობლემა იყო, წეღან ვეღარ დავასრულე. მინდა მადლობა გადაუხადო იმ დიპლომატებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატშიც, მისიებში, საელჩოებში და ასევე ყველა საჯარო მოხელეს, ვინც მკაფიოდ და ღიად დააფიქსირა თავისი აზრი, თავისი პოზიცია, მათ შორის პეტიციების ხელმოწერით და დააფიქსირა თავისი ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან დღეს, როგორც უკვე აღვნიშნე, არის ძალიან მკაფიო მოცემულობა, თეთრი და შავი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთსულოვნად დადგეს, ვისაც რითი შეუძლია და როგორც შეუძლია, აი ამ იდეის გარშემო, რაც არის ჩვენი ევროპული მომავალი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის ამ განცხადებისა. ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების განცხადება 29 ნოემბრისა, სადაც ორ მონაკვეთს წავიკითხავ სულ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორობის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პირისპირ რჩება იმ საფრთხების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი. მე როგორც ხვდები, შემიძლია ვივარაუდო, რომ უმრავლესობა ამ განცხადების ხელმომწერებისა რჩება სისტემაში დღესაც. ყოველ შემთხვევაში ასეულობით გათავისუფლების შესახებ ათეულობით თუნდაც არ მსმენია და მგონი ასეა და რამდენიმე ადამიანი, ვთქვათ, ვიცანი მეც იმ სიაში შეიძლება ბევრი ვერა. რადგან ეს სამსახური და დიპლომატიური სამსახური მათ შორის უმრავლეს შემთხვევაში მოდით ასე ვთქვათ არ გულისხმობს საჯარო საქმიანობას, მაინც ადამიანთა ცნობადობას, მაგრამ არის და ყოველთვის სხვა შორის ეთერებში ამას სულ ვახსენებ, რადგან გარკვეული ეტაპზე მეც გავხდი მოწმე ყოფილ ვარ იმ მართლაც ხელებ დაკაპიწებული და მუხლჩაუხრელი შრომის, რასაც ეწევიან ეს ადამიანები და რა მნიშვნელობა და რა ფასი აქვს ამ შრომას, რომელიც დაუნახავია და რაღაც ეტაპზე შესაძლებელია, არ ვიცი, ვიღაცის მის ხუშტურის კარგი სიტყვა გვაქვს ასეთი გამო რაღაცა ერთიანებს ახლა ცოტა ხუშტური ცოტა მარტივი სიტყვაა კიდევ ემბრიალობის ამსახველი შეიძლება ეს ყველაფერი წყალში ჩაიყაროს ამდენი ადამიანის ეს ერთგული ესე ვთქვათ კეთილსინდისიერი ერთგული მუხლჩაუხრელი შრომა 10 წლეულების მანძილზე თქვენ ახსენეთ და ეს ჩემთვის ნაცნობი ესეთი თემა არის და აუცილებლად ყოველთვის უნდა გავუსვათ ამას ხაზი. ქალბატონ თეას მე დავამშვიდობები, დიდ მადლობას გეტყვით მონაწილეობისთვის საუბარში. წარმატებას გისურვებთ, რაც იქნება თქვენი შემდგომი საქმიანობა. ისე რას გეგმავთ? თუ არ იცით ჯერ? ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა ჩემ შემთხვევაში არ არსებობს, თუმცა ბუნებრივია, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ჩემი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო თეა და მე რამდენიმე წუთს კიდევ წაგართმევთ თბილისის სტუდიაში, ვინც ბრძანდებით ახლა ჩვენი სტუმრები. 80-ზე მეტი დღეა გასული 26 ოქტომბრიდან საპარლამენტო არჩევნებიდან და ამ არჩევნების როგორც ეს წარიმართა 26 ოქტომბრამდე პროცესი უმნიშვნელოვანესი იყო ასევე და მისი ხარისხი რაც გამოჩნდა კიდეც უკვე იმ არჩევნების დღეს და შემდგომ რაც მოჰყვა ამ ყველაფერს რა პროცესებიც როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის პოლიტიკური შედეგი ამ 26 ოქტომბრის დღისა არის ძალიან ესეთი კომპლექსური მძიმე აფერხებს ისედაც ძალიან მძიმე კონტექსტია საერთაშორისო და კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოსთვის ამ კონტექსტს
ხედავთ დაყოვნებას ისა მე თვითონ ვეძებ რაღაც მე მგონი გადმომედო დიპლომატია თქვენი დაყოვნებას საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებში რიტორიკაში რაღაც თავშეკავებას მიუხედავად იმ უმკაცრესი შეფასებებისა რომლებიც გვესმის რიგი პოლიტიკოსების ქვეყნების ლიდერების უნიშნულოვანესი პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მათ შორის ზოგიერთს კი არა აქ წარმოადგენთ რიგ ქვეყნებს ევროკავშირის სამთლიანად ცალკეულ მოვლენაზე რეაგირება, ესეც ხომ არ არის ჩვეული პრაქტიკა საქართველოსთვის. იქნება ეს ვაშინგტონიდან თუ ხო შორის შტატებში ყოფილი ელჩი არ ვახსენეთ ამ საუბარში. მაგრამ იმედი მაქვს მასთანაც მექნება რაღაც ეტაპზე საუბრის შესაძლებლობა. ცხადია მის მაგერად ვერ ისაუბრებთ. აი როგორ ხედავთ პერსპექტივას? თქვენ ვიცი რომ დაადიხართ მიტინგებზე, ასევე ხედავენ თქვენი ვინც გწნობთ ახლობლები და ვინც ვერ გწნობთ აგერ ახლა ვიტყვი, გამოხატავთ ამ თქვენს დამოკიდებულებას. რაში ხედავთ პერსპექტივას? ეს მარტივად დასასმელი და რთულად პასუხგასაცემი შეკითხვა აუცილებლად უნდა დამესვა. მე ვფიქრობ, რომ არ მგონი აქ რაღაცა სირთულესთან ქონდეს საკითხი იმ თვალსაზრისით, რომ ხალხის ხმა უნდა იყოს გაგონებული, მინდა ახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოშვებული ყველა ის დაპატიმრებული პირი, რომელიც აქციების დროს იქნა დაკავებული. ეს არის ცალსახა და უმნიშვნელოვანესი. ეს არის ამ პროცესის განმუხტვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისევ დაბრუნება იმ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ქვია. ეს არის გამოსავალი აქედან და მე გავიმეორებ ხალხის მოთხოვნას და ვდგევარ ხალხის გვერდზე ამ სადარაჯოზე, ამ გზაზე. ეს არჩევნები როგორც არ უნდა შეფასდეს, ნამდვილად არის ეს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ახალმთავრობას თუ ახალ, ხო? როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი ამ რთულ პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში, იმიტომ რომ ვართ პოლიტიკურ კრიზისში და ნამდვილად ჩანს არის ნიშნები იმისა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი გადაიზარდოს კიდე სოციალურ ეკონომიკურ კრიზისში, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული შედეგების, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე შორს არ წავა ეს პროცესები. ოთო მახსენდა და არა მხოლოდ ოთომ, რა ვიცი, ხალხი ითხოვს ამას და მეც მიმაჩნია, რომ ახალი არჩევნების ჩანიშვნა იქნებოდა ნამდვილად გამოსავალი ამ ძალიან რთულ ვითარებაში და თავისთავად ახლა გამოშვება დაპატიმრებული ახალგაზრდების თუ არა ახალგაზრდების. ვიცი რომ ამ ნაწილში ერთიანები ხართ. ხო, ეს არის კი გამოსავალი, მაგრამ აქამდე მისვლა არის სწორედ სირთულე და ასეთი ის გერგოთ ამ იმაში შეკითხვას ვაზუსტებ ხოლმე რაღაც ერთ ცოტა ბუცული მიმართულებას. გაქვთ თუ არა პასუხი? ხო, საქმეც ეგ არის რომ ხო არჩევნები და ის კიდევ ახლა ამ ეტაპზე და ამ კონტექსტში ისიც საკითხავია 26 ოქტომბრის არჩევნების მეტი ფაქტორია არჩევნების ხარისხი თუ 28 ნოემბრის განცხადება საკუთრივ. გაქვთ თქვენი პასუხი იმაზე, რა საფუძველი, რა ლოგიკა აქვს? რომ აღარ წავიდეთ უკან ეგრეთ წოდებული რუსული კანონის პირველად ინიცირების, შემდეგ იმ დაპირების, დარღვევის, მეორედ ინიცირების მთელი ამ ჯაჭვის, რიტორიკის რაღაცა და ასე შემდეგ და ყველაფრის აღარ მოუყვები ყველაფერი ჩვენმა აუდიტორიამ კარგად იცის და აღარ მოვაბეზრებ თავს. 28 ნოემბრის განცხადების საფუძველი და ლოგიკა. გაქვთ პასუხი თქვენთვის არ ვიცი და გაგვიზიარებთ თუ არა. რა არის? რა ლოგიკა ხონდა? აღარა ვართ უკვე დიპლომატები, ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, არც პოლიტიკოსები, არც პოლიტოლოგები, ამიტომ სავსებით ვეთანხმები სალომეს და ოთოს იმ განმარტებაში, რომ საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს ახალ არჩევნებს და მე მგონი როგორც ევროპული ქვეყანა ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული გამოსავალი ამ ქვეყნის ღრმა კრიზისისგან გამოყვანის. მაინც არ მიპასუხეთ ჩემს. მეორე გამეკარგა აზრი ბოდიში. ხო, დიპლომატები აღარ ვართ ეს კითხვით და მე იმედი მომეცა რომ იქ ზუსტად იმ ნაწილზე მიპასუხებდი. გაქვთ თუ არა? ამ ლოგიკაზე არა და მე 28 ნოემბრის განცხადების აი საფუძველი ლოგიკა რა რატომ ნებისმიერ შემთხვევაში ესკალაციას ნიშნავს. ჩვენ ამაზე განმარტება. არა, მაშინ ესეც შეგვიძლია რომ განვიხილოთ რომ
მარტო 28 ნოემბერზე თქვენ ახსენეთ რაღაც თელი რიგი. ბევრი უბრალოდ აღარ შევხვდებით. პროცესები და იმათაც არ ქონდა ლოგიკები ესე და. სინამდვილეში ერთი ლოგიკა შეიძლება მოუნახოს ადამიანმა და ამას გეკითხებით. ეს არის რომ დასორიშორება ჩვენი დასავლეთის კურსიდან და მოხვედრა რუსულ ორბიტაზე. და რუსულ ორბიტაზე. ეს არის ამის პასუხი. და აი ეს მენანება ვიცი რომ უნდა დავასრულოთ უკვე საუბარი. ელჩების კონფერენცია იყო, რომელსაც უკვე თქვენ აღასრულებოდით არა, მაგალითად. ანუ ტყუილად გიხარიათ რომ ახლა ადვილი ჩემი შეკითხვა იმას არ ეხება ესწრებოდეს თუ არა. ჩემი შეკითხვა ეხება იმას, რაც იყო საჯაროდ კადრები, იყო ნაჩვენები, ოფიციალური ციტატები, განცხადებები გავრცელდა. ადევნებდით თვალს? დიახ. თუ არა, ვადევნებდით, აუცილებლად ვადევნებდით და ნუ რაღაც ბევრი რაღაცა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან განსხვავებული შეკრება ჩვენი მისიის ხელმძღვანელებს. არ მაგას არ ვიტყვი, მე უფრო შიდა იმითი გეტყვით, რომ სადაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხალხი არ მონაწილეობდა და ეს ჩანდა კადრებიდან მე რაც ვნახე ამას ახლა ვერ დაგიდასტურებ 100%-ით, მაგრამ ეს იყო ალბათ პირველი შემთხვევა ესეთი, რომ ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები და ასევე ძირითადი დეპარტამენტის დირექტორები და დირექტორატები ისინი არ იყვნენ, მე ვერ დავინახე იმ სურათებში, რაც ვნახე მართალი გითხრათ, მაგრამ ეს დანარჩენი უკვე როგორ იყო თვითონ სცენარი და რა იმით მიდიოდა, ახლა მაგაზე მოკლებული ვარ მე. აი, ასე მიდიოდა, ვიცი ხო არ გამიჯავრდნენ ახლა პროდიუსერები. ვასრულებ. ასე მიდიოდა მაგალითად საქართველოს მიზანმიმართული მინისტრის სიტყვები, საქართველოს ოცნების მთავრობის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის საქართველოს მიზანმიმართული ხშირად უსაფუძვლო კრიტიკა და უსამართლო ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას და ჩვენ იმ ქვეყნებთან ურთიერთობას საითკენაც მივისწრაფით. დიდია ჩვენი დიპლომატების როლი პარტნიორებთან ურთიერთობის წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში. ეს არის ხო ეს რაღაცნაირი დავალება არის, მემართულება, რასაც იძლევა ამ შემთხვევაში მაკა ბოჭორიშვილი ელჩებისთვის. ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებლის როლის მორგება ასე აქტუალური არასდროს ყოფილა, ამ ხიდის შენება სჭირდება. აღარ გავაგრძელო ალბათ, ხო არ ესწრებოდით და რას კერჩით. გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება. რომ ბევრი მუშაობა რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ახლა სურათებიდან ვიმჟელოთ. ახლა დანარჩენი რა სცენარი იყო კიდე ერთხელ გავიმეორებ და რა იმით მიმდინარეობდა, რა დღის წესრიგით ჩვენ ინფორმაციისგან მოკლებული ვართ. საჯაროა ეს მე არა, მაგ განცხადებასთან არ გულისხმობ მე თვითონ ფორმაზე. ორიოდე დღის წინ განაცხადა იგივე მაგალითად აი ცოტას დავაზუსტებ. არავის მოგწონს ის მდგომარეობა, რომელშიც არის საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარკვეული მოცემულობები სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე რაც გვესმის, ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვაგვარი შესაძლებლობები გაჩნდესო. ანუ ამასაც უკავშირებს, ანუ პარტნიორებზე გადააქვს პასუხისმგებლობა და უკავშირებ უსაფრთხოების გაზრდილ გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს ევროპას გულისხმობ. და ხო აი ეს ამოძრავებს შიშებიო, ეს შიშებზე კიდე ცალკე სასაუბრო თემაა და შიშის პოლიტიკაზე ახლა აღარ შევუდგები. აი ხედავდით თქვენს კოლეგებს დღესაც ხომ თვლით კოლეგებად, ხომ? ასე დავინახეთ. ყოფილი. ხედავთ თუ არა ასე მაშინ და ვიცი რომ უნდა დავასრულო. მენანება ეს ჩემთვის დიდი ფუფუნებაა თქვენთან ერთად ეს ყოფნა ერთად და საუბარი. როგორც ჟურნალისტისთვის ხედავთ თუ არა იქ პოტენციალს რაღაც სულისკვეთებას დარჩენილს ისეთსას ან პოტენციალს იმისა, რომ რაღაცა აი კომპასების გასწორების რაიმე რესურსი, რომ კიდევ შეიძლება იქ კონკრეტული ადამიანები, ვინც დავინახეთ, შეიძლება რაღაცას კიდევ უშუალოდ რაღაც ძაფი დაიჭირონ თავთავიანთ ქვეყნებში, რა ვიცი. Deep state-ზე რომ კითხავენ რაღაცა ადეკვატური გამოვეხმარებული რაც ოთომ თქვა. ჩემთვის ეს არა ის კითხვა იყო, იმიტომ რომ იმ კითხვაზე ემბასადორიელზე ჩვენ იქ არ ვიყავით, მეც არ ვიცი. დეკემბრის პროცესი იყო და ვერ იქნებოდით ხო? დღის წესრიგი იყო, მაგრამ თუ ესეა მართლა რომ ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ეს ხალხია, ვინც არის პასუხისმგებელი
საგარეო პოლიტიკის დაგეგმაზე და ინსტრუქციას იძლევა საელჩოების და ელჩების მისამართი. ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ეს თუ სინამდვილეს შესაბამება ამ ფორმით ელჩების კონფერენციის გამართვა. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს მე არ ვიცი ეს და თქვენ კითხოს რაც შეეხება მაგაზე რაღაცნაირად გააქცემთ ესე ვთქვათ პასუხს რომ ესე ვიტყოდი რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ და გავაგრძელებთ როგორც თეამ აღნიშნა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ყოფნას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამტკიცებას და ასევე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებას და იმ ჩაჭრელი ხიდების რაც ჩვენ დავაგროვეთ ამ წლების მანძილზე გამოცდილებას ჩავდებთ ყველანაირად ჩვენ რესურსს რომ მაქსიმალურად ეს სწრაფად აღდგეს და ქვეყანა დაუბრუნდეს იმ ვექტორს რა ვექტორსაც ჩვენი მოსახლეობა დღეს ითხოვს ქუჩებში დიპლომატების რანგში ამის იმედით ხართ ახლა დიპლომატების რანგში ხა ამ ეტაპზე როგორ წარმოგიდგენთ? რაღაც ეტაპზე? არა, მომავალზე ვლაპარაკობ. მომავალში, ყველა რა თქმა უნდა, ხა ეს ჩვენი როგორც კი ჩვენი ცხოვრების ჩვენი ცხოვრების ესე ვთქვათ, უნდა გახდეს და არის აწყოს ქვეყანა. მომავალი ჩვენია, მაგრამ იქნება აწყოს და ევროკავშირი უნდა იყოს დღეს ამ წუთში ამ წამს. ზოგადად ოპტიმისტები ვარ დიპლომატები, იმიტომ რომ დიპლომატი თუ არ იქნება ოპტიმისტი, ეს სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ვიცით რომ ნებისმიერ ბოლოს და ბოლოს ჰამასმა და ისრაელმა მოაწერა ხელი ხელშეკრულება და შეთანხმდნენ რაღაც ოდიოლია პროცესი. არ არის არც აქ არის იური პროცესი, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ უნდა შევძლოთ ის რომ გავიდეთ ფონს და უნდა შევძლოთ ის რომ გადავლახოთ ეს პოლიტიკური კრიზისი და მე ვგზნობ, მე პირადად ვგზნობ რომ ცვლილება იქნება, საკითხი ისე კი არ დგას, იქნება თუ არ იქნება ცვლილება აუცილებლად იქნება, საკითხი დგას შემდეგნაირად, როდის იქნება ეს ცვლილება და რის ფასად და რა თქმა უნდა ჩვენ გვჯერა რომ ეს უფრო მალე იქნება ვიდრე გვიან, იმიტომ რომ ეს ჭირდება ჩვენც და პირველ რიგში ეს ჭირდება ქვეყანას. ბრძანეთ კი? უბრალოდ ესე ვიტყვი. თუ არის პოლიტიკა ხელოვნების როგორ არის art of possibility შესაძლებლობების მალობთ რომ შემახსენეთ დიპლომატი არის შეუძლებლობის მიღწევის ხელოვნება და ქართულმა დიპლომატმა ხშირად ძალიან ბევრი დიპლომატიური გამარჯვება იზრდება, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის და მიმაჩნია და წამს, რომ ქართულ დიპლომატიას ხელისუფლება ისევ და ისევ შემოატრიალოს ეს სასიკეთოს ჩვენი ქვეყნის. არ მინდა საუბრის დასაწყისს დავუბრუნდე, მაგრამ დგება მომენტი კონკრეტულ კონტექსტში, როცა შეუძლებელია მართლაც. და ხელოვნება. ამიტომ ვარ ოპტიმისტები და ამიტომ ამ ვითარებაში ალბათ რთული იქნება თუ არ მოხდა გადატვირთვა და თუ არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამის ბერკეტი რა არის? თქვენი აზრით, ხალხის რადგან იქ დგახართ, სადაც დგახართ დღეს? მისი უდედებულება საქართველოს მოსახლეობა და ქართული ხალხი. ხო, ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ სხვა იმ იმედით გემშვიდობებით თან, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა მოვთოკო ჩემი ინტერესი და ის რომ პირდაპირ განცდა მაქვს რომ აუდიტორიასაც დააინტერესებდა გაგრძელება, ბევრ საკითხზე შეგვეძლო აქეთ-იქით გასვლა, ასე ვთქვათ, დეტალებში. იმ იმედით რომ თითოეულ თქვენგანს ვუმასპინძლებთ კიდევ რადიო თავისუფლების ეთერებში და სხვადასხვა ფორმატში დიდ მადლობას გეტყვით, წარმატებას გისურვებთ, რადგან თქვენ ასურვილებიც გაქვთ ის ნამდვილად ქვეყნის წარმატებაც არის და გისურვებთ მაინც დაბრუნებოდეთ თქვენს პროფესიას და თქვენს საქმეს. დიდი მადლობა ბატონო ოთარ, ქალბატონო სალომე, ბატონო დავით. და დიდი მადლობა ჩვენს ახურებას.